დავბრუნდით ეთერში, დღეს მოვისმინეთ არაერთი გუგლი ნატკენი ქალბატონის ისტორია, რა თქმა უნდა ძლიერი. არა, ნუ ეს მე შემდგომში უკვე გაძლიერებული ქალბატონები, რომ ამ თემაზე საუბრობენ, არჩუნდებიან, მათ გულის ტკივილებსაც ამბობენ და რჩევებსაც იძლევიან, მაგრამ განსაკუთრებულად საჭირო რჩევა არის, როცა ფსიქოლოგი ამ თემაზე გასცემს რჩევა დარიგებას და დასვამს ერთგვარ დიაგნოზთან, ისეთი პროფესიონალი, როგორიც ჩვენი სტუმარია, ბატონი ზაზა ქოიავა, ფსიქოლოგი. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ძალიან გვიხარია თქვენი სტუმრობა, ბატონო ზაზა და გვითხარით, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე? თქვენ მოისმინეთ. არა, ამ შემთხვევაში არ გულისხმობ, რომ ავხსნათ ღალატი ან ტოქსიკური რა არის ტოქსიკური ურთიერთობა მოკლედ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მაყურებლებს. ნუ ჟურნალისტებმა როგორც წესი იცით ხოლმე, რომ ისეთ შეკითხვას დასვათ, რომელსაც 1 საათი უნდა ვისაუბრო და 5 წუთში უნდა ჩავარდიო. ნუ თქვენც უკვე იცით, ფსიქოლოგი ბრძანდები კი პრობლემა. ვეცდები მაქსიმალურად. ნახეთ, ძალიან ხშირი ტოქსიკური ურთიერთობები ზოგადად არის, სადაც ფსიქოლოგიური დანახარჯები უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური ჯილდოები, ხო? ანუ სადაც მეტი ზიანია, მეტი ჩხუბია, მეტი შეურაცხყოფაა და ასე შემდეგ და პლუს ამას ტოქსიკურობაში ეს გადადის მას მერე, რაც ბევრი დაშორება შერიგება არის ხოლმე. და ძალიან ხშირად, ანუ რა თქმა უნდა ეს ყოველთვის ასე არ არის და ფსიქოლოგიაში 2+2 4 თითქმის არასოდეს არ არის. მაგრამ ძალიან ხშირად ეს არის ხოლმე თვითშეფასების მონაკვეთებზე მივდივართ ხოლმე, სადაც დავუშვათ რაღაც დაბალი თვითშეფასება ან წარსულში არსებული სიცარიელებია, რომლის შევსებასაც ძალიან ხშირად ითხოვენ ხოლმე არაცნობიერად პირად ურთიერთობებში, მე ეს ასე ვერ კეთდება, ან გარკვეულწილად ურთიერთობები მუდმივად უნდა იკვებოს. როდესაც რა თქმა უნდა, ეხლა მე ყველას უსმენდი წინა სტუმარსაც, შემდგომ სტუმარსაც და ყველაზე მაგ კომენტარი და არ ვიცი რამდენად გამოვიდა, შეიძლება აქეთ-იქეთ ვიარო, მაგრამ რა თქმა უნდა, ღალატის ნაწილი რომ სადღაც კაცია გაივლის და ასე შემდეგ, გასაგებია რომ ეს თემები საბედნიეროდ უფრო მეტად ვიდრე ნაკლებად, მაგრამ მაინც მეტნაკლებად მოგვარებულია თითქოს და ნუ ეხლა ღალატია ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერის, თუმცა რა ვიცი, მოღალატე კაცებთან ერთად, ან ნაღალატე ქალებთან ერთად ნაღალატები კაციც ბევრი მინახავს. კი ბატონო, ჩვენ ეს ვთქვიდით, კი ბატონო. სამწუხაროდ. თუმცა გასაგებია რომ ეხლა აი ის ფსიქიკა რომ თითქოს მე რა უჭირს გაივლის და ოჯახში ხომ მაინც მე თავარია მე არ გავიგო, გასაგებია რომ აღარ. მაგრამ ყველაზე კარგი აი იმ ქალბატონმა მომღერალმა, რომელსაც არაჩვეულებრივი სიმღერა შემოგთავაზა, მე სახელებში ცოტა ვჭედა. ქალბატონი მზია გეტა. კი. ქალბატონმა მზიამ ყველაზე კარგი რამ თქვა. უნდა იყო თვითკმარი. ანუ კაციც და ქალიც, სხვათა შორის. როდესაც თვითკმარი ხარ, როდესაც შემდგარი ხარ, როდესაც ძლიერი ხარ, როდესაც შენი ფსიქიკა ნაკლებად არის მოწყვლადი, ხო, ნაკლებად გავლენის მოხდენადი, ასე დროს ძალიან რთულია, არ შედიხარ ისედაც ამ ტოქსიკურ ურთიერთობაში და ეგრეთ წოდებული მონადირე, რომელიც გამოდის დაუშვათ რაღაცა ადამიანის მოსატაცებლად, ხო? არაცნობიერ კავშირსაც ამყარებს შენთან, მანამ სანამ მოვა და ფიზიკურად დაგელაპარაკება, ფსიქოლოგიურად არაცნობიერ კავშირსაც ამყარებს, შენგან მიდის სიგნალი, რომ არა, ის არ არის ვიზედაც გავლენას ადვილად მოვახდენ. გარდა ამისა, ურთიერთობებს მუდმივად კვება ჭირდება ოჯახში, ხო? რამოდენიმე წელი როდესაც არის და აბსოლუტურად ერთი და იგივე ხდება, რაღაცა საერთო ინტერესები უნდა არსებობდეს, საერთო მისწრაფებები, საერთო ღირებულებები, მუდმივად ქალბატონები მუდმივად უნდა იპრაჭებოდნენ, მუდმივად უნდა ლამაზდებოდნენ და ასე შემდეგ, ხო? ეხლა აქ საუბარი იყო ასევე იმაზეც, რომ ეჭვიანობა, იმიტომ რომ პოპულარული ვარ, იმიტომ რომ ლამაზი ვარ, ხო იცი ვინ მოყავს? ცოლად, ან ვის მიყვებით თუნდაც, ხო? რა ვიცი, არსებობს პოპულარული კაცების ცოლებიც. კი. მაგ შემთხვევაში, ხო და დასაწყისშივე სწრაფად არ უნდა შეიქმნას ეს ყველაფერი. უნდა გაიცნო, ღირებულებითი ნაწილი უნდა ერთმანეთს გაუზიაროთ, ცხოვრებაზე თქვენი მოსაზრებები და ამის შემდგომში ზოგადადაც პარტნიორების შერჩევა ფრთხილად უნდა მოხდეს. ის პლუსი რომ წარსულში, ესე იგი, რაღაც ესეთი ისინი იყო, რომ კაცი გაივლის და ასე შემდეგ, ეს პლუსი არის დღეს აღარ არის, მაგრამ სხვა შორის დღეს არის მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რაღაც დაფიქრებები ალაგ-ალაგ ხდება, ძალიან სწრაფად შედიან ახალგაზრდები ერთმანეთთან ურთიერთობებში და მერე ძალიან სწრაფად იშლებიან. თითქოს თანამედროვე თაობა
მოკლევადიან, სიამოვნებაზე ორიენტირებულ, ნაკლებ პასუხისმგებლიან ურთიერთობაშიდაც ხშირად შედიან. გულისწყვილის ნაკლებია მე მგონი. ხო, მაგრამ ზოგადად ამით საკუთარ თავს იუფასურებ. რა თქმა კი უნდა. ბატონო. ხვდი, როდესაც შენ გინდა რომ ის რაც შენ გააქვს, კაცსაც და ქალსაც. ის რაც შენ გააქვს, შენი შეგრძნებები, რაღაცა ჩახუტება, მოფერება, ერთად ყოფნა, რაღაცა ერთობლივად, რაღაცის გამზადება, ესენი ძალიან ძვირფასია შენთვის და ეს მხოლოდ და მხოლოდ ძვირფას, შენთვის ძვირფას ადამიანს უნდა მისცე და როდესაც ალაგ-ალაგ ამას ბევრს აძლევ, უფასურდება. შინაგანად საკუთარ თავს იუფასურებ. თორე, ჩემთვის მნიშვნელობა მე არავინ არ მეკითხება ვინ ვისთან რა ტიპის ურთიერთობას დაიჭერს. უბრალოდ ამის თქვა მინდა რომ შენ თავი უფასურდება. მე როდესაც ერთ დაშორდები, მანამ სანამ ამ ტკივილიდან მოხვალ, მანამდე ისტერიულად იწყებ მეორეს ძებნას. და როგორც წესი ცუდი ხდება. შემდეგ ისევ მესამეს როდესაც ისტერიულად ეძებ და ძალიან სწრაფად შედიხარ ურთიერთობაში, აი წლებია, შეიძლება ერთთან იყო ტოქსიკურ ურთიერთობაში, მაგრამ ზოგჯერ ხდება, რომ ბევრთან იმიტომ რომ პრობლემა ვერ წყდება, ყველაზე მნიშვნელოვანია რა დარიგებას მიცემო, რომ თუ მეტყვით პირველი ის იყო რომ თვითკმარი და მეორე ისე რომ პრობლემა ვერ წყდება იმ გადასახედიდან, იმ ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან, რომელშიც ის წარმოიშვა. აქედან დაიძრა იმისთვის, ანუ უნდა გაძლიერდე, სხვანაირად ფიქრი უნდა ისწავლო, თუ საჭიროა საურთიერთობო წრეც გამოიცვალო, საკუთარ თავზე უფრო მეტი უნდა იფიქრო, ძლიერ მხარეები კიდევ უფრო მეტად, მაგრამ ამით რომ იმისათვის რომ ის პრობლემა გადაწყვეს, აქ შექმნილ პრობლემას აქ ვერ გადაწყვეტ. აქედან უნდა დაიძრა ფსიქოლოგიურად, მენტალურად იმისათვის რომ ეს პრობლემა გადაწყვეტილი იყოს. იქ ისევ და იქ თუ დაიწყებ რაღაცების ძებნას, ხანდახან არის ხოლმე რა, რომ არასწორ ადგილებზე ვეძებთ, არასწორ მენტალობაში ვეძებთ, არასწორ ფსიქიკაში ვეძებთ. ეს ერთი და კიდე შემდეგი. ძალიან რთულია ხა ამ ქალბატონებს რა ისტორიებსაც ისინი ყვებოდნენ ეს კითხვა დაუსვა, თუმცა აუცილებლად დაუსვამდი პირისპირ რო იყოს სესიაზე რა. გავიგეთ, რომ ეს კაცები თლად არ გამოადგათ, ან რა ვიცი, ცუდები არიან, ან თვითონ რა ქნეს, ან რა გააკეთეს ამ ურთიერთობის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენს დამნაშავე ხარ, არა, ამ კუთხით არ გულისხმობ. მაგრამ თვითონ რა ქნეს ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად. როგორ აწვდნენ, ხო ამ ან როდესაც სადღაც დამარცხდნენ და გული ეტკინათ, ეს რატო არ იყო გაკვეთილი იმათვის, რომ შემდგომი ურთიერთობა აღარ ყოფილიყო სატკენი. ხვდებით, აი ეს მნიშვნელოვანია და საერთოდაც ჩხუბში დაშორებაში, ტოქსიკურ ურთიერთობაში შეიძლება ვიღაცის პროცენტულად უფრო მეტი იყოს დანაშაული და ვიღაცის უფრო ნაკლები, მაგრამ ერთი დამნაშავე არ არსებობს. კი ბატონო. გამორიცხულია. კი ბატონო. აი ადამიანები, რომლებიც ქალბატონი ვარ და ვიტყო, რომ თავიდან მამაკაცები იწყებენ რაღაცა ისეთი ზუსტად შენაყვებიან, რაც შენ მოგწონს, როგორც შენ გაწვია და როდესაც უკვე გადადიან რაღაცა ისეთ ურთიერთობაში, შემდეგ ეტაპზე. აი როგორც მალუმ მოხდა. ხო და აი კაცები ყოველთვის როგორ ამოვიცნოთ მაგის თქმა უნდა როგორ ამოვიცნოთ ამის თქმა არ მინდოდა როგორ ამოვიცნოთ პოტენციური ასე ვთქვათ შენი პარტნიორი რომელთანაც გექნება აი იგივე პრობლემები რაც მალუს ჰქონდა ეჭვიანობა არ მიიღება იმ პროფესიის და ასე შემდეგ საწყის ეტაპზე იღებდა არსებობს რაღაცა ისეთი манипуляტორი როგორ ვიცნოთ მოკლედ რთულია ხო манипуляტორი როგორ ვიცნოთ ამაზე ცალკე გადაცემა გააკეთეთ და მოვალ კი კარგით კარგი იმიტომ რომ ეს ჩვენ გვპირდებით რომ ამ თემას გავაკეთებთ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ხელოვნების გარშემო ადამიანები როცა ტრიალებენ და ადამიანები ხშირია ეს ამბავი არსებობს რაღაცა ოქროს წესი მე ვერ დავუშვებ არ არსებობდა რომ არ გამოგცეოდა იმას ურთიერთობის კომპონენტებში რაღაცა პერიოდში რაღაცები ხო რაღაც პერიოდში რაღაცა ცოტა მოდი მაგალითად მოდი ინსტაგრამზე ჩამოვიაროთ რამდენი ფოლოვერი ყავს ეს რატო დაამატე რავი რატო დავამატე ხვდებით ანუ თითქოს უწყინარ შეკითხვებში და თითქოს უწყინარ რაღაცეებში ძალიან ხშირად ჩანს ხოლმე უბრალოდ ამას რაღაცა აი ეს მოგწონს ბევრი დოპამინი როა და ბევრი სეროტონინი როა დასაწყის ურთიერთობებში ამას უბრალოდ აატყრე და მერე იწყებ ამაზე ფიქრს და ამიტომ გიქ ყველაფერი ნათქვამი უნდა იყოს, ყველაფერი გაზიარებული უნდა იყოს, რომლის შედეგადაც ხო, კი ბატონო. აი მაგალითად, მე ძალიან გამეხარდა თქვენ რომ იყავთ წამყვანი, იმიტომ რომ მე ძალიან მომწოხარ ტიფლისში. ძალიან დიდი მადლობა. ეს ჩემთვის პირიქით პლუსია რა. მადლობა. თუ ამაზე ვინმე იაჭვენებს, ეს არასწორი იქნება. გასაგებია, კი ბატონო. მადლობა. რატომ რჩებიან ქალბატონები ხშირად ტოქსიკურ ურთიერთობაში და ვერ გადიან არასრულებენ? უცებ არასრულებენ. რამოდენიმე რამის გამო. ამას იმედზე ძახიან, მაგრამ გამოსწორების? არ ვიცი, ზოგჯერ ალბათ არის იმედი, რომ არ მითხრან, რომ არასოდეს არ არისო და ეხლა ძალიან რადიკალური არ ვიქნები, მაგრამ ძალიან ხშირია დაბალი თვითშეფასება. დიახ.
რომლის ფონზედაც არაცნობიერად რჩები, სანამ ამას საკუთარი თავის. ხო, რა თქმა უნდა. და ასევე ძალიან ხშირია წარსულში დატოვებული სიცარიელები, რა ვიცი, მშობლების მხრიდან, მეგობრების მხრიდან, ბებია-ბაბუის მხრიდან, პირველი ურთიერთობის მხრიდან და ასე შემდეგ და ამ სიცარიელის როგორ ხდება, იცი, რომ როდესაც წარსულში გარკვეული ტიპის ტკივილი, მხარდაჭერის ნაკლებობა სიცარიელე და ასე შემდეგ არის და სადღაც ამის აღებას დევიაციურად ითხოვ, დევიაცია უარყოფითი გარყვა ვერ მიიღებ. აქ დარჩენილი სიცარიელე, დედამ რო სიცარიელე დაგიტოვა ცოლისგან ვერ მიიღებ. მიხდი, მაგრამ არაცნობიერი მაინც ითხოვს ამას. სანამ ამას საკუთარ სახელს არ დაარქმევ და არ გაანეიტრალებ. და აი ამ სიცარიელის დროს ნაწილობრივ აი ის 10% შევსებისიც გაკმაყოფილებს და ვერ შორდები რა. მიჯაჭვულობა ეს არის. როდესაც ჩამოეკიდები და მიჯაჭვული ხარ, გარკვეული სიცარიელების გამო არის ან დაბალი შეფასების გამო არის, ეს ორი არის წამყვანი. კიდე შეიძლება ბევრი სხვა მიზეზი იყოს. მაგრამ ძირითადად ეს ორი. მაგრამ ეს ორი არის წამყვანი. ბატონო, ძალიან ხშირად არის რომ ქალბატონი ურთიერთობაში არის მამაკაცთან, ტოქსიკური ურთიერთობა დასრულდა, რაღაც პერიოდი გავიდა და იგივე სხვა მამაკაცი და იგივე ტოქსიკური ურთიერთობა არის. მესამე რაღაც წლების მერე. მოკლედ იზიდავენ ქალბატონს. იზიდავენ. თუ რა ხდება? არა, არ იზიდავენ. ანუ იზიდავენ, ოღონდ არ იზიდავენ. ეხლა მივხვდით, ოღონდ ყველას კარგი ზარი რომ მივხვდით. ეს ფსიქოლოგია ასეთი პასუხები. მივხვდით. ნახეთ, ისევ იქ არიან, წეგან რასაც ვამბობ. ანუ ეს არის ვერ დაიზრა იქ. იქ ეგეთებს შეხვდება. იმ ფსიქოლოგიურ მენტალურ მდგომარეობაში ეგეთებს შეხვდება. ყოფილა შემთხვევა, რომ ტოქსიკური ურთიერთობა არის, დაიშალდნენ და მიხვდნენ, რომ სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი კვლავ. რაღაცა პერიოდის მერე ისევ ტოქსიკური ურთიერთობა ისევ მაგ დროს იშლებიან. წყვილების თერაპია არსებობს. კვებას ვეძახი მე, მაგრამ ერთმანეთს იკვებებიან. მაგ დროს წყვილების თერაპია არსებობს, სადაც აუცილებლად უნდა მივიდნენ და წყვილების თერაპია გაიარონ და ძალიან ბევრია ისეთი, რომელმაც რაღაცებს თავის სახელი დაარქვა და ასე შემდეგ და დღეს მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობენ. გადარჩენადია ესეთი ურთიერთობები, როდესაც პროფესიონალთან მოდიან? არის ხო? თუ ისმენენ და უნდათ კი. და რამდენად საქართველოში ეს უკვე ესეთი არის? აპრობირებული, აი მაგ დადიან წყვილები. დადიან. რა დადიან საინტერესო. წყვილები და რაღაცა ფსიქოლოგთან ადრე კაცის მისვლა ჩემი ოჯახის შესახებ ხო არაფერს ხო იცი ქართული მენტალიტეტი აღარ არის. ეხლა კაცურ კითხვას დავსვამ. ხშირად ქალები უფრო ტოქსიკურები არიან თუ კაცები? გულწრფელად. გააჩნია. ბრუტალიზმის თემაში კაცები, ხო. ირიბი ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის თემაში ქალები. ოღონდ ეს ძალიან ისეთი ძალიან ფართო და ესე ბატონო არა ისეთი არა დასაყრდნობი ციფრები. თქვენ თქვით რომ კიდე არაერთხელ მოხვალთ ჩვენთან სტუმრად და ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ. ახლა და აუცილებლად გჭირდება ქალბატონებისთვის მოკლე რჩევა. დარჩით თვითკმარი. დარჩით თვითკმარი, ნუ ეძებთ ისტერიულად ურთიერთობებს და დაიძარით იმ ყველაფრიდან, იმუშავეთ საკუთარ თავზე. იმუშავეთ საკუთარ თავზე იმისათვის, რომ მოიპოვოთ უფრო ძლიერი, უფრო ბედნიერი და უფრო კარგი სასიყვარულო ურთიერთობა და ისწავლეთ ყველა მარცხისგან გაკვეთილი, რომელიც მომავალში გამოგაცემთ. ეს ეხება მამაკაცებსაც. ეს ეხება მოკლედ, ნუ ეძებთ ისტერიულად ახალ ურთიერთობებს, იყავით თვითკმარი. მანამ სანამ არ გათავისუფლდები ძველი ტკივილისგან, ისტერიულად ნუ ეძებ ახალ. აჰა, იმის ჯინაზე ნეუროფილო გააკეთებ, ქვია ამას ჩვენ. ამ წინადადებაში არის ყველანაირი რჩევა გასაგები. ერთადერთ შეიძლება წონაში დაიკლო ვიღაცის ჯინაზე. დანარჩენი დიდი მადლობა ბატონო. უღრმესი მადლობა ბატონო. და თქვენ გელოდებით კიდევ აუცილებლად. კი. ჩვენ კი ის გადაგჩენილ დაგემშვიდობოთ ორ შაბათამდე. ბედნიერი უქმეები მეგობრებო. ბედნიერად ორ შაბათამდე.